დაუმორჩილებლობის მსვლელობა ნიღბებით ამ სახელწოდებით ამ წუთებში ფილარმონიიდან რუსაველის გამზირის მიმართულებით აქცია მსვლელობა იმართება. მარშის მონაწილეები ცოტა ხნის წინ ამოქმედებულ იმ კანონს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც აქციების დროს ნიღბის ტარება აკრძალულია. პარალელურად პროტესტის 52 დღეს მოქალაქეები კვლავ პარლამენტთან იკრიბებიან ორი მთავარი მოთხოვნით. დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები. ვაპროტესტებ იმას, რომ არ შეიძლება კანონების მიღება ისე, რომ ადამიანების უფლებები იყოს დარღვეული. ხვალ შეიძლება ქუდით სიარული აგვიკრძალონ, იმიტომ რომ მათ ესე ჩათვალონ საჭიროდ. ამიტომ რაც უფრო ესეთ კანონებს მიიღებენ, ჩვენ მოგვიწევს უფრო და უფრო მეტად პროტესტის გამოხატვა. ჩვენ დღეს აქვთ გავართ, იმიტომ რომ არ ვემორჩილებით არალეგიტიმურ პარლამენტს და მათ წესებს და ასევე ჩვენ ვითხოვთ, რომ გაათავისუფლონ რეჟიმის ტყვეები და დაამთავრონ ეს დიქტატურა. პოლიციელებს თუ აქვთ იმის უფლება, რომ დამოვლენ თავისი იდენტობა, ჩვენ რატომ არ უნდა გქონდეს მაგის უფლება აქციაზე?